მათ დევიძის და ანრი კვარაცხელიას მეგობრები და სხვათა შორის უცნობი ადამიანებიც, რომლებიც ამ პოლიტიკურ პატიმრებს არ იცნობენ, ახლა იმყოფებიან აქციაზე და ითხოვენ პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას. ადამიანები, რომლებსაც ჩვენ ვესაუბრეთ, აცხადებენ, რომ ბევრ ადამიანს არ იცნობენ, ვინც ეს არის პოლიტიკური პატიმარი, მაგრამ სახლში ვერ ჩერდებიან, ვინაიდან სურთ, რომ ეს ახალგაზრდა ადამიანები იყვნენ თავისუფლები და აღარ იყვნენ რეჟიმის ტყვეობაში. თქვენ ახლა კადრში ხედავთ ბანერს თავისუფლება სინდისის პატიმრებს და ამ ბანერზე დატანილი არის აბსოლუტურად ყველა პოლიტიკური პატიმრის სახელი და გვარი. იმ ახალგაზრდების სახელები და გვარები, რომლებიც ქართულმა ოცნებამ ციხეში ჩასვა და რომლებიც არიან ქართული ოცნების პატიმრები და რეჟიმის პატიმრები. მოგესალმებით, პირდაპირ ეთერში ხართ. გითხარით, ვისი ოჯახის წარმოადგენთ, ვიცით რომ პოლიტიკური პატიმარი არის თქვენი ძმა. რას ეტყოდით თქვენს ძმას, რომელიც ახლა პირდაპირ ეთერში გიყურებთ და რა შეგიძლიათ გითხრათ ამ უსამართლობაზე? მე მათე დევიძის და ვარ და პირველ რიგში მადლობა იმ ხალხს, ვინც გვერდით უდგას ყველა დაკავებულს, იმიტომ რომ ეხლა მათთვის მხარდაჭერა არის ყველაზე მთავარი, რადგან მათ გარდა არის კიდევ არიან ადამიანები, ვინც იბრძვიან თავისუფლებისთვის და ეს ადამიანები ტყუილად არ დაუჭერიათ და ტყუილად არ არიან იქ. ისინი ბრძოლის გამო დაიჭირეს, იმიტომ რომ სამშობლო უყვართ. და მადლობა ხალხს ამისთვის. მათე პირველ რიგში მინდა რომ იყო კარგად, არ დაკარგო მხნეობა, იმიტომ რომ ეს ხალხი დგას შენს გვერდით, მთელი საქართველო დგას თქვენს გვერდით. მადლობა ძალიან დიდი. თქვენც გითხავთ პირდაპირ ეთერში, ქართული ოცნების პოლიტიკური პატიმრების თითქმის 90% არიან ახალგაზრდები, ხო, ახალგაზრდა ადამიანები. რატომ და რა შეგიძლია გითხრა, შენც ხარ მეგობარი პოლიტიკური პატიმრი? პირველ რიგში ყველა პოლიტპატიმარს უსურვებ თავისუფლებას. ეს ადამიანები დაკავებულები არიან სამშობლოს სიყვარულისთვის და ჩვენ ვყიდებით, რომ ისინი დაუბრუნდებიან გაბრწყინებულ თავისუფალ საქართველოს. ბატონო, ხალხის პროტესტი ამდენად მნიშვნელოვანი არის, რომ გაგრძელდეს და მხარდაჭერა გამოხატონ პოლიტპატიმრების მიმართ. ჩვენ აუცილებლად ამ ბრძოლას ბოლომდე მივიყვანთ, ხალხი არ დაიბრუნება. აუცილებლად ბრძოლას ბოლომდე მივიყვანთ, გამარჯვებამდე. ბატონო, მადლობა ძალიან დიდი. მოკლედ თქვენ ახლა კადრში ხედავთ, როგორც ყოველთვის და ტრადიციად იქცა, როდესაც მარში მოდის საქართველოს პარლამენტთან, ეს ადამიანები ყოველთვის შერდებიან თეატრალურ უნივერსიტეტთან, ვინაიდან თეატრალური უნივერსიტეტიც მათ შორის არის პროტესტის ერთ-ერთი მთავარი კერა და ისინიც ითხოვენ პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას. ხედავთ კიდეც თეატრალური უნივერსიტეტის კედელზე გამოსახული არის ფოტოები გადის გამუდმებით და ამ ფოტოებზე ჩანან პოლიტიკური პატიმრები. ფაქტობრივად აღარ დარჩა ამ ქალაქში ადგილი, სადაც არ იყოს პროტესტი პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით და ეს რამდენიმე წუთის განმავლობაში შეჩერდნენ, ბუნებრივია, თეატრალურ უნივერსიტეტთან. და მე გაჩვენებთ ახლა ასევე რა ხდება შიგნით. ხედავთ, რომ თეატრალური უნივერსიტეტის შიდა სივრცეში, სადაც სტუდენტები არიან და სტუდენტებს აქვთ ეს სივრცე დაკავებული, ბანერი გაშალეს, როგორც ჩანს, რომ გამოვიდნენ უნივერსიტეტის შენობიდან, შესაძლებელია უკან აღარ შეუშვან და აი ეს ტრადიციად იქცა, როცა თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტები უნივერსიტეტიდან სოლიდარობას უცხადებენ, მხარდაჭერას უცხადებენ ყოველთვის იმ აქციას, რომელიც მოდის საქართველოს პარლამენტთან. ხედავთ, სანათები აანთეს ახლა აქციის მონაწილეებმა, სოლიდარობა პოლიტიკურ პატიმრებს, სოლიდარობა სტუდენტებს, ცეცხლი ოლიგარქიას და გათავისუფლდნენ პოლიტიკური პატიმრები. სწორედ ამ შეძახილებით მოდის ახლა ცვლილობა საქართველოს პარლამენტთან. უნდა აღინიშნოს, რომ აბსოლუტურად არც ერთი პოლიტიკური პატიმრის წინააღმდეგ სასამართლოს არ აქვს მნიშვნელოვანი მტკიცებულებები იმისთვის, რათა ეს ადამიანები ციხეში გაუშვას, თუმცა მიუხედავად მტკიცებულებების არ ქონისა, ქართული ოცნება მაინც აპირებს, რომ 19, 20 და 21 წლის ახალგაზრდები ცლობით გაუშვას ციხეში, თუმცა ამ ყველაფერთან შეგუებას არ აპირებს საზოგადოება და უკვე 58 დღე არის, რაც ხალხი ქუჩაში დგას და ითხოვენ პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას. მე ახლა ვეცდები, რომ კიდევ გავესაუბრო აქციაზე მყოფ ადამიანებს,
მოგესალმებით. როგორც ხედავთ, სასამართლო იღებს უსამართლო გადაწყვეტილებებს, ხო? რაში ხედავთ გამოსავალს, ძალას აი ამ ხალხის პროტესტში მათ შორის? ხედავ გამოსავალს იმაში, რომ უნდა გავაგრძელოთ, რასაც ყოველდღე ვაკეთებთ, იმიტომ რომ ამ უსამართლობაზე თვალის დახუჭვა წარმოუდგენელია. და დღევანდელ დღეს, როდესაც უდანაშაულო ადამიანები ციხეში ზიან, სახლში ჯდომა წარმოუდგენელი. ალბათ ისევ მშვიდობიანი აქციებით, ოღონდ უფრო მეტი ადამიანი უნდა მიხვდეს, რომ ხვალ უკვე ძალიან გვიან იქნება ისევ მათთვისაც. და თქვენ უსმენთ აქციის ერთ-ერთ მონაწილეს, მე კიდევ ვეცდები გავესაუბრო, მოგესალმებით. აი რამ გამოგიყვანათ ქუჩაში? სამართლობა ახალს და განსაკუთრებულს ვერაფერს ვიტყვი. გამომიყვანა უსამართლობამ, მოპარულმა არჩევნებმა, უკანონობამ, ყველგან პოლიცია არსად სამართალ. უპირველესად თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს ვამბობ, იმიტომ რომ ეს ადამიანები ნამდვილად რეჟიმის ტყვეები არიან და არა პატიმარი. პატიმარი შეიძლება იყოს დამნაშავე, არა ეს ბიჭები, ეს გოგოები ყველა არიან რეჟიმის ტყვეები. ვითხოვთ ახალ არჩევნებს. ბატონო, აი რაღაც უცნაური დროშა გაქვთ, წარწერები აქვს რას? ჩემი დროშა უკრაინის ომის წლის თავიდან მოყოლებული ყველა აქციაზე დამაქვს თან და შემდეგ პირველი რუსული რეჟიმი, მაშინ მოვიგეთ პირველი რუსული კანონი უფრო სწორად, პირველი ჩანაწერი მაშინ გახდა. კი, დამაქვს ყველა მასზე მე რომელ აქციაშიც ვიღებ მონაწილეობას, დამაქვს მასზე მოგონება და ბოლოს ეს დროშა მიგვიყვანს გამარჯვებამდე. დიდი მადლობა, მოკლედ საზოგადოება დარწმუნებულია, რომ ეს მსვლელობები ბოლოს მივა აუცილებლად გამარჯვებამდე და ხალხი მიაღწევს ახალი არჩევნების ჩანიშვნას და მიაღწევს პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას. 58 დღეა, რაც ხალხი არ იღლება, ყოველდღიურად ისინი გამოდიან ქუჩაში. ახლაც გადაკეტილი არის რუსთაველის გამზირი. დღეს ძალიან დიდი რაოდენობით საზოგადოება იმყოფება ქუჩაში, არსად წასვლას, დაშლას და დაღლას არ აპირებენ და აპირებენ, რომ იბრძოლონ იქამდე, ვიდრე ქვეყანაში ახალი სამართლიანი არჩევნები არ ჩატარდება და ვიდრე ყველა პოლიტიკური პატიმარი არ გათავისუფლდება.